კიდევ ერთი თემა, რომელზეც თბილისში შეფასებები გრძელდება, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ფონდების დაფინანსების პოლიტიკის ცვლილებაა. შეგახსენებთ, ამ საკითხზე გასული კვირის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა. კენიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს დაანგრიოს აქამდე მოქმედი მოდელი და დაეხმაროს უშუალოდ პარტნიორ ქვეყნებს და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს. განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში მნიშვნელოვანია როგორც სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, ასევე სახელმწიფო სექტორის უშუალოდ ქვეყნის მხარდაჭერა. შესაბამისად, თქვენ რაც აღნიშნეთ, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით, მის სასამართლოა, რა თქმა უნდა, კარგია დემოკრატიული ქვეყნების მიმართ მოხდეს მხარდაჭერა გაძლიერება დაფინანსების ნაწილში. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის დემოკრატიული პრინციპების ღირებულებების გაძლიერება და მათი მხარდაჭერაც. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის სავსებით ამ შემთხვევაში მართალი, რადგანაც ქვეყანას და მის ხალხს წარმოადგენს მის ხელისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატიის ხიბლი და დემოკრატიის პრინციპი, რომ დემოკრატიული არჩევნების შემდგომ ხელისუფლებაში მოსული ძალა და ხალხი პრაქტიკულად არიან ერთნი, რადგანაც ამ ხალხის ინტერესს სწორედ ხელისუფლება წარმოადგენს და თუკი ვინმეს სურს მსოფლიოში რაიმე ფორმით ქვეყნის დახმარება, ის უნდა დაეხმაროს და დახმარება მიმართოს ხელისუფლებასთან კოორდინაციაში ამ ქვეყნით და არა რაღაცა ცალკეულ მდიდარ NGO-ებს, რომელთაც ისედაც საკმაოდ დიდი თანხები და სიმდიდრე აქვს, მაგალითად საქართველოში მიღებული უცხოეთიდან და ქვეყნის არეულობის და ამ ქვეყანაში მებრძოლების დაცვის მეტი სამწუხაროდ დიდ წილად არაფერი გაუკეთებია. გადააზრება ხდება ზოგადად ამერიკის პოლიტიკისა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არ არის საჭირო მესამე მხარის ჩართვა და თუ საგარეო დახმარება არის გამოყოფილი ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნისთვის, ეს საგარეო დახმარება უნდა მიემართოს სწორედ ამ ქვეყანას და არ უნდა იყოს გადარიცხული ვთქვათ მესამე ორგანიზაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომელიც შემდეგ აქედან სარგებელს ნახულობს, კიდევ თავის ასე ვთქვათ დამატებით პირობებს აწესებს. ძალიან კარგია და ძალიან მისასალმებელია ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანას და მათ შორის საქართველოში ჩვენ ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს დახმარება ან ბოლომდე არ მიდის ბენეფიციარამდე, ან ისეთ სახით მიდის, რომელიც ქვეყანას არ აწყობს.